უკვე ერთ კვირაზე მეტია არც ერთ ნათესავთან არ მქონია კონტაქტი. და ვნერვიულობ, იმიტომ რომ სტუდენტი, ბიძაშვილები და დეიდაშვილები მყავს, ესპანეთში ცხოვრობენ, უნივერსიტეტებში დადიან და არ ვიცი მათ ხარ დარწმუნებული ვარ აქციებზე გადიან და დარწმუნებული ვარ რომ რაღაც საფრთხე ემუქრებათ მათ სიცოცხლეებს. Pereydanში, როდესაც შაჰმა გამოაცხადა, რომ ყოფილიყო სახალხო გამოსვლა ირანში, Pereydanშიც გამოვიდა ხალხი პირველ დღეს, ჩამოიარეს, ძალიან ბევრი ხალხი შეგროვდა, ეს ცნობით ვიცი, იმიტომ რომ კადრები არ არსებობს ამის, ან თუ არსებობს, ირანში არის დარჩენილი და რადგან სეფაჰი ირანის ჯარი არ იმყოფებოდა მაგ დროს ქალაქში, ხალხი ძალიან თავისუფლად აპროტესტებდა, ამიტომ დაღუპულების ცნობები არ არსებობს, ან არ არის. მეორე დღეს, როგორც გავიგეთ, სეფაჰმა ჩამოიარა კარდაკარ და ყველა გააფრთხილა, რომ თუ გამოხვალთ კიდევ, იცით რაც მოგელით. შესაბამისად ჩაცხრა Pereydanში, მაგრამ ასევე არის მეორე ქართული ქალაქი აზდუნ-შაჰრი, სადაც ბოლოს გუშინ წინ გავიგა ამაზე, რომ 15 ფერენელი ქართველი დაიღუპა, აზდუნ-შაჰრელი. აქედან ორის ვინაობა არის ცნობილი და დღესაც გავიგეთ, რომ თვითონ ქალაქ ისფაჰანში 20 ფერენელი ქართველი არის დაღუპული. ეხლა უკვე დროა, რომ სერიოზული განცხადებები გაკეთდეს ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ. ეს მობიარება უკვე არის ზედმეტი. კი გვესმის, რომ გვინდა მშვიდობა, მაგრამ როდესაც ეთნიკურად ქართველებს ეხება და მათ სიცოცხლეს ეხება საფრთხე, გონი ამაზე პრიორიტეტული არაფერი არ უნდა იყოს. მე რა რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ჩვენს იურისდიქციაში არ არიან. ისინი არიან ქართველები და წერტილი.